სოციალურად დაუცველი და დევნილი მოსახლეობისთვის გორში 2-14 ბინიანი სახლი აშენდა. სოციალური სახლის გახსნის ცერემონიალს მინისტრები რამაზ ნიკოლაიშვილი, კობა სუბელიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ ბარსუშვილი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ასევე გაეროს უდაოთა უმაღლესი კომისარიატის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები და საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე ესწრებოდნენ. გორის სოციალური სახლი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს პილოტური პროექტის სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში ფარგლებში აშენდა. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს თბილისში, გორში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში სოციალურად დაუცველი უსახლკარო და დევნილი მოსახლეობისთვის სახლების აშენებას და ბინების დაკმაყოფილებას. პროექტის ფინანსური მხარდაჭერა 3.793.000 ლარის ოდენობით უზრუნველყოფილი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ იქნა. კობა სუბელიანს მადლობებთან ერთად პრეტენზიების მოსმენაც მოუხდა. ახალი ბინების გვერდით შესახლებული დევნილები აღნიშნავენ, რომ მათ საცხოვრებელი ფართი და პირობები არ აკმაყოფილებთ. მათი თქმით, არ გააჩნიათ სამზარეულო სველი წერტილები და ამასთან საცხოვრებელი ფართი ძალიან პატარაა. შვეიცარიის, იტალიისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი დაფინანსებით აშენდა ასეთი სახლები ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ქუთაისში და 15-14 ოჯახი დაკმაყოფილდა კონკრეტულად აი ამ შემთხვევაში. რეგიონებში განსახლება გრძელდება დევნილების, რეგიონების განვითარება გრძელდება და ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ. კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ რეგიონში ადამიანები ვერ ცხოვრობენ, ეს არის აბსურდი და მოკლედ. აი როგორ პირობებში მოუწევთ ხალხს ცხოვრება, აგერ ნახავთ. დონორების მეშვეობით ხედავთ, რომ სოციალური სახლები აშენდა სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის და რეგიონებში ეს ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანია. მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ბოლო სახლები და ეს პროექტი გრძელდება მემორანდუმის პირობებში, რომელიც ჩვენსა და დონორებს შორის არის გაფორმებული და ჩვენ სავარაუდოდ ამ დღეებში გავხსნით სახლებს ასევე ბათუმში, იგეგმება ამ სახლების გახსნა ქუთაისშიც და ზუგდიდშიც და ეს პროექტი გაგრძელდება. ერთი შვილი მყავს, მარტოხელა დედა ვარ. აქამდე არ მქონდა სახლი. ყველას დიდი მადლობა მთელ საქართველოს. ამ მადლისთვის, ამ სიკეთისთვის. როგორც დღეს ჩემ შვილს გაუხარდა ახალი ბინის შეძენა. დროებით შეგვედა, მე გადაგიყვანს სხვადასხვა სურვილი გეკნება. დააფიქსირეთ ახლა. როგორ არის? დაუფიქსირე, რომ მოდი. დაუფიქსირე, რომ გეკნება სურვილი, რომ გადაგიყვანო და არა თქვა მე რომ ძალით გადავიყვანო. გადაგიყვანო ისეთი ადამიანები მიუდგომელ ადგილში და იმაში. არა, აი ამას ვთქვა, მიუდგომელ ადგილში, სადაც საშუალება გვექნება. ჩემაც გვინდა იმ კორპუსიდან გადასვა, თუ კი ტუალეტი აქვს არ გვექნება. თუ შიგნით აი ეს ორი აქეთ მხარეს და იქ მხარეს ეს გარემო. ეს მოკეთდა. თუ აგაშენე. ის არ ამბობს. აი გუხარი რო კეთდა. კეთდება, მაგრამ მაინც ტუალეტის მათხოვრი გამოდის. ეს ტუალეტის მათხოვრი გამოდის. ყველაფრის მათხოვრი გამოდის. ალბათ. ერთი წამს ახლა არ მეუბნეოდი კეთდება. კეთდება, მაგრამ ჩვენი მათხოვრი არა. მაჩაბლის 8 ნომრიდან გამოსახლებული დევნილები სამინისტროსთან შეიკრებდნენ მოთხოვნა თბილისში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. მათი განცხადებით სამინისტროს თანამშრომელთან შელაპარაკება მოუხდა, თუმცა მსგავს ფაქტს პრესსამსახურში არავინ ადასტურებს. დევნილები სამინისტროს შეთავაზებას ისევ არ თანხმდებიან. აგვისტოს განმავლობაში დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას ჩასახლებულ დევნილებს საცხოვრებლის დატოვება მოუხდათ. დაახლოებით 30-მდე ობიექტის უმეტესობა ამ დროისთვის დაცლილია. ნაწილმა სამინისტროს შეთავაზება მიიღო და საცხოვრებლად რეგიონში გადავიდა. ნაწილი კი სასურველი შედეგის მიღებას აქციების მეშვეობით ცდილობს. 21 წლის ბიჭი, რომელსაც უკვე 3 თვეა ღამის გათევა ხისტოდზე უწევს, დათო ქორიძე 6 წლიდან მარტო იზრდება. მასზე უკვე არაერთ გაზეთში რამდენიმე სტატია დაიბეჭდა და ახალი ტარზანის ისტორიით ჩვენი ჟურნალისტი სანდრო თოდაძეც დაინტერესდა. 21 წლის დათო ქორიძე უკვე 3 თვეა ღამეს კუსტბის მიმდებარე ტყის ერთ-ერთი ხისტოდზე ათევს. კარგი ამინდების გამო ღია ცის ქვეშ ცხოვრება დისკომფორტს ჯერჯერობით არ უქმნის. არც ყოველდღიურად ლუკმა პურის ფულის შოვნა ეთაგილება. იქვე კუსტბაზე მაშველებს ეხმარება. ძირითადად ვარ მაშველების მეხმარები დაკავებული. მაშველის მეხმარები. სულ რომ მართლა გადაწყვეტი. იმიტომ რომ ესე სურვაში დავდიოდი თითქმის 5 წელის. დავდიოდი რა ახლა. იქ იყო მდინარეები, სადაც მე ვიზრდებოდი და მდინარეებზე ვისწავლე რა სულ. თუმცა განიცდის იმას, რომ შეყვარებული დაკარგა. ანამ სხვა ბიჭზე დაქორწინება გადაწყვიტა. სევდამ და მონატრებამ დათოს ლექსი დააწერინა. თვითანგელოზმა 64-ში მოიკლა თავი.
შესაძლოა მას თვალებს საბედათა რომ მოკრათვალი რა ლამაზია აყვავებული დიდი ვერხვები ასე ძალიან რომე ნატრები ნუ თუ ვერ ხვდები ახალი ტარზანის ისტორია ასე იწყება. 6 წლის იყო, როცა მშობლები ავარიაში დაეღუპა. მას შემდეგ ცხოვრებას თავს მარტო ართმევს. ბავშვთა სახლში ცხოვრება მობეზრდა და საცხოვრებლად ტყე არჩია. ვაკის პარკიდან ამოვედი და წამოვედი პირდაპირ კურსბაზე. რომ ამოვედი პირველად არც კი ვიცოდი სად ვიყავი. არ ვიცოდი სად ვიყავი და სრულიად შემთხვევით ვიკითხე ეს რა ადგილია მეთქი. ეს არის კურსბო. მე ახლა გაგუშვებულმა იქ სვანური კოშკი როცა მოვინახე მეთქი სვანაში ხო არა ვარ მეთქი. დათო ქორიძეთი პირველად გაზეთ ყველა სიახლის ჟურნალისტი სოფო ყარალაშვილი დაინტერესდა. გადაწყვიტა ინფორმაცია მოაგროვებინა და მას პირადად გაცნობოდა. კურსბაზე მოვითხოვე წყალი რესტორანში. და მითხრეს რომ უნდა იყიდო, ანუ ჩვეულებრივ წყალს ვერ დაგალებინებთ. ამ დროს მოვიდა ის ბიჭი დათო, რომელიც გამომელაპარაკა თხოვა ამ რესტორანში მომუშავებს, რომ დაალებინეთ ჩემი მეგობარია. მოკლედ გავიცანია ეს ბიჭი, დამელაპარაკა და მომიყვარო 6 წლის იყო, როცა მშობლები დაიღუპა, დედმამა აუფეთქდა. გაზეთ კვირის პალიტრაში მორგი მასალის გამოქვეყნებას პირველი გამოხმაურება თიანეთიდან მოყვა. მარტოხელა თამაზ ვერველაშვილმა დათოს შვილად აყვანა გადაწყვიტა. გამოხმაურება იყო იმავე დღეს, როგორც კი ეს წერილი დაიბეჭდა კვირის პალიტრაში, დარეკა თიანეთიდან ბატონმა თენგიზ ვერველაშვილმა და მთელი სულით და გულით გითხრა, რომ ამ ბიჭს ვიშვილებო. გასაგებია ამ კაცის არავინ არ აყავს და უნდა რომ სახში ყავდეს ვიღაც და ვიზეთ მთელი სიყვარული გადავა. დათო ხვალ გზას თიანეთისკენ გაუყვება და ასე გაგრძელდება თავგადასავლებით სავსე ახალი ტარზანის ისტორია. სამოდელო სააგენტო იმიჯ ცენტრმა მის საქართველოს 2010-ის ფინალისტები და ჟიურის ხელმძღვანელი წარადგინა. 20 კონკურსის ფინალური კასტინგი 30 აგვისტოს ჩატარდა. მის საქართველოს ტიტულის მოპოვება სწორედ ამ დღეს შერჩეული 20 გოგონა შეეცდება. ფინალური შოუ და გალა კონცერტი 20 სექტემბერს ბათუმში სასტუმრო შერატონში გაიმართება და 15 ნომინაციაში გამარჯვებული დასახელდება. დეტალებს თამარ გრძელიძე გიამბობთ. მის საქართველოს 2010-ის კონკურსანტები ფინალისტვის ემზადებიან. სპეციალურად ამ კონკურსისათვის ჟიური მოცი გოგონა 30 აგვისტოში არჩია. ვარჯიში მათი მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია. გოგონების სპორტულ დარბაზს ყოველდღე სტუმრობენ. მინდა ჩემი შესაძლებლობები მოვსინჯო, ყოველთვის ვაკეთებ იმისთვის, რომ დავიმარჯვო, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს. და ვფიქრობ, შანსები გოგონებს ყოველს თანაბარი გვაქვს, მაგრამ ყველა ძალიან ლამაზია და არც ერთ გამოვარჩევდი. ისევე როგორც სპორტული დარბაზი, საცურაო აუზი გოგონების ყოველდღიური რეჟიმის ნაწილია. დამღლელი ვარჯიშების შემდეგ გასაგრილებლად კონკურსანტები აქ ჩამოდიან. ძალიან დიდ ხანს ვფიქრე, სანამ გადავწყვეტდი კონკურსზე მონაწილეობის მიღებას. პრინციპში ხა არ უნდა კმაყოფილება და ძირითადი მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე, იყო ის, რომ იმ შემთხვევაში თუ გავალ ხუთეულში, მომიწევს საზღვარგარეთ საერთაშორისო კონკურსზე გამგზავრება, რაც ძალიან მინდა. მის საქართველოს 2010-ის კონკურსანტები მედიას დღეს სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე წარუდგინეს. 20 გოგონადან ერთ-ერთი ოქტომბერში მის მსოფლიო 2010-ზე გაემგზავრება. წელს სიახლე გვაქვს ის, რომ 20 სექტემბერს ბათუმის შერატონში ჩატარდება მის საქართველოს ფინალი. ამ დარბაზში ჯერ არ ჩატარებულა მსგავსი მასშტაბის ღონისძიება, ჩვენ ვიქნებით პირველები და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. ავტომობილი დევუმატიზი და გარდამავალი პრიზი დიადემა მას გადაეცემა, ვინც მოსამზადებელ ეტაპს ყველაზე კარგად გადალახავს და თავს საუკეთესოდ წარმოაჩენს. 2010 წლის ავტომობილია, რომელიც არის კომფორტული, არის პატარა, არის ძალიან ცოტა საკვები ჭირდება, რომელიც ასე რომ ვთქვათ, ქალაქისთვის არის მიწევნით მიღებული. მის საქართველოს კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე წელს შარშანდელი კონკურსანტის ნანუკა გოგიჩაიშვილის მამა გიორგი გოგიჩაიშვილია. ჟიურის დანარჩენი წევრების ვინაობა კონკურსამდე საიდუმლოდ რჩება. თუმცა ცნობილია, რომ საქართველოში რამდენიმე უცხოელის ჩამოყვანაც იგეგმება.
ჟიური გამარჯვებულს 19 სექტემბერს გამოავლენს. საზოგადოება კი მის საქართველოს 2010-ის ვინაობას 20 სექტემბერს გაიგებს.